ისე ვილაპარაკოთ ამ ეკლესიაზე. აჰა. დანასაც აქ დავტოვებ, რომ შიგნით არ მინდა, რომ დანა შევიტანო და მოდი შიგნით ვილაპარაკოთ. მე თუ შეგვიშველი. მოკლედ ეს ეკლესია ძალიან საინტერესოა რით. ჯერ ეგეთი რომ მე საუკუნეში აშენებული ხა წარმოიდგინეთ 1000 წლის წინანდელია რა. გარდა რესტავრირებულია? რესტავრაცია კი ალბათ ხო, იმიტომ რომ როგორ გაუძლო ამდე ქარტეხის. ეხლა მინდა შიგნიდან დაგათვალიერებინოთ. ხო და კიდე რა უნდა მეთქვა რა. ეკლესია ბევრჯერ ვარ ნამყოფი, შეიძლება ერთი 10 ჯერა და სულ დაკეტილია, აი სულ. ტოტალურად აი ესეთი კლიტია დევს, რკინის კარები აქვს. დაიმახსოვრე. ხო, არ ვიცი ეხლა რამდენად გამართლებულია, ხო? ეკლესია დაკეტილი რო იყოს. ანუ არ არის მოქმედი ეკლესია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ღრუბლებია და სამწუხაროდ ძალიან აი ესეთი ეკლესიები არ არის მოქმედი. ამიტომ ხალხი ამოდის აი კანთებს კედლებზე როგორც ეთყობა აი აქ. აქ ეხლა ეკლესიაში რომ მოხვალ და სანთელს შიგნით რო ვერ შეხვალ, ხო? აი აქ კედლებზე, ხო? ძალიან კაი იქნება რომ ვიღაცა მართლა მორწმუნე ადამიანი ამოვიდეს ეკლესიაში, ღია იყოს და აქ მინდოდეს წირვა ლოცვა. ეხლა მე არავის არ ვაკეთებ, მაგრამ ავტობუსის